Dimitri Lortkipanidzes. Ბატონო Dimitri, დღეს ისიც კი ითქვა კომისიის წევრების მხრიდან, რომ პრეზიდენტს არსებული უფლებამოსილების ფარგლებში ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად არაფერში სჭირდება. არაერთხელ მომისმენია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან, სწორედ ამ სტუდიაში, რომ თუ კი მოხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, იმ უფლებამოსილების პირობებში, რომელიც დღეს კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული პრეზიდენტს, საინტერესოა, რით უნდა მოიწონოს თავი ელექტორატთან პრეზიდენტობის კანდიდატებმა, რით უნდა მოიწონონ თავი და რა კონკრეტული დაპირებები უნდა გასცენ საზოგადოების წინაშე. საქმე იმაში გახლავთ, რომ პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნია. თუ ხედველობაში მივიღებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ეს არის ინსტიტუტი და მას წარმოადგენს პირი, რომელმაც უნდა მიიღოს, ასე ვთქვათ, დადგენილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და ის გარკვეული ვადის განმავლობაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს. აქამდე ეს ვადა იყო 48 საათი და ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ წარდგენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ეს არის პირი, რომელმაც უნდა წარადგინოს 3 წევრი სამოსამართლეო კანდიდატის საკონსტიტუციო სასამართლოში და 3 წევრი უზენაეს სასამართლოში. როგორ ფიქრობთ, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები იქნებიან თუ არა პირდაპირ დამოკიდებული იმ პოლიტიკური გუნდის გემოვნებაზე, რომლებმაც უნდა უმრავლესობით აირჩიონ პრეზიდენტობის კანდიდატი პრეზიდენტად. თუ უფრო მეტი ლეგიტიმაცია იქნებათ დამოუკიდებლობის ხარისხისა, იმ შემთხვევაში თუ კი ის პრეზიდენტი იქნება პირდაპირ და საყოველთაო წესით არჩეული. გარდა ამისა, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიაში თანხმდებით ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე, მე ამის თაობაზე დღეს ვარ უფლებამოსილი განვაცხადო, თუ კი პრეზიდენტი მთელ რიგი ინსტიტუციის ხელმძღვანელების წარდგენასთან დაკავშირებით ვალდებული იყო კონსტიტუციის დონეზე, რომ შეთანხმება მოეხდინა მთავრობასთან. დღეს მაგალითად საუბარია იმაზე, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მარეგულირებელი წევრები, უნდა წარადგინოს სტატისტიკის ხელმძღვანელი, უნდა წარადგინოს ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იქნება არა იმ შემთხვევაში, თუ კი ის არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული, არამედ მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება კიდევ და კიდევ ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი ხარისხი. რაც შეეხება არ შეიძლება არ გამოვეხმაურო თქვენს შეკითხვას, რომელიც ბატონ გიგისაც დაუსვით და ბატონ ამირანსაც პრეზიდენტის კამპანიასთან დაკავშირებით. მე როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რა თქმა უნდა, ვაკვირდები ყველა პროცესს, მათ შორის მონაწილეებთან დაკავშირებით მექმნება ჩემი წარმოდგენა, თუ ვინ რა ინტენსივობით ესწრება ამ კომისიის ხდომებს და პირველი შეკითხვა, რომელიც მე გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მივიღე მოსაწვევი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, როდესაც 170 სტუმარი ყავდა მას მიწვეული და მათ რიცხვში მეც გახლდით და მეც თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ პრეზიდენტის მოსაწვევს გამოხმაურებოდი დადებით კონტექსტში და მივსულიყავი და გავცნობოდი სიტუაციას. ჩემთვის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუნდაც იმ ფორმატის პირველმა დღემ პრეზიდენტთან შეხვედრისა, როდესაც მე გამიჩნდა ძალიან ბევრი შეკითხვა და ამ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ფორმატიდან გამომდინარე არ მქონდა და დღეს მე თქვენი ეთერით შემიძლია ეს კითხვა დავსვა. როდესაც პრეზიდენტი ღიად აცხადებს და მისასალმებელია, რომ ამას აცხადებს, რომ ის მოწადინებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და საბოლოო პროდუქტის დადებაში მიიღოს მნიშვნელოვანი წვლილი. ბუნებრივია კითხვა ისმის, თუ რამ შეუშალა მას ხელი წართავის წარგზავნილი 3 წევრი და 3 წევრი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მინიმუმ გულისხმობდა იმას, რომ 3 სამუშაო ჯგუფში მას თითო წევრი ეყოლებოდა და ექნებოდა აბსოლუტური ინფორმაცია, რომელიც შემდგომში გაუიოლებდა იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, დაესვა ის აქცენტები, რომელზეც ვთქვათ არ კეთდება, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა საკონსტიტუციო კომისიაში და თქვათ ხალხის ხმა მიეწოდებინა კომისიისთვის. ახლა ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. მას შემდეგ რაც 2 თვის მუშაობის თავზე უცებ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ არსებობს საკონსტიტუციო კომისია, უცებ გავარდა თელავში, ხვალწავა თქვათ ზუგდიდში, ზეგწავა თქვათ ბათუმში და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური წონა გაზარდოს და მიიმხროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს განაწყენებულია, თქვათ, ხელისუფლებას. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, სრულად არაგასაკვირი პოლიტიკური პროცესი, რომლის ნაწილი გახლავთ ბატონი მარგველაშვილი და რომელიც რეალურად ემსახურება მე პირდაპირ გეტყვით ჩემს პოზიციას, ეს არის ჩემი სუბიექტური ხედვა ამ შემთხვევაში, ახალი ნეოლიბერალური პლატფორმის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში.
კი ბატონო დიმიტრი, თქვენ რჩებით ჩვენთან ერთად, ბატონო ამირანს აქვს პოზიცია თქვენს კომენტართან დაკავშირებით, გისმენთ ბატონო? მე უბრალოდ ბატონო დიმიტრის, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი სუბიექტური დამოკიდებულება, მათ შორის პრეზიდენტის აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, იმ შეხვედრაზე, რომელიც ბატონო დიმიტრემ ახსენა, მეც ვიმყოფებოდი და ნამდვილად არ გამჩენია იქ იმისი განცდა, რომ იქ იყო კითხვა-პასუხის ფორმატში მოწვევა გაკეთებული, არამედ იყო უბრალოდ პრეზიდენტის კამპანიის ხედვების დაფიქსირება და ის არ ითვალისწინებდა თავისთავად რაიმე დისკუსიის გამართის შესაძლებლობას. ადამიანს ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი და გაუჩნდა რაც შეეხება იმას, რომ ბატონო ამირან, ერთი შეკითხვის დასმის უფლება არ უნდა გქონოდა, გნებავთ თქვენ გნებავთ. იქ ახლა 170 ადამიანი ვიყავით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 170 ადამიანი თუ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ყველას გაუჩნდა, ყველას შეიძლებოდა რომ კითხვის დასმის უფლება ქონოდა. მოდი ესე შევთანხმდეთ რა, თუ კი ეს საკითხი ეხებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ეფექტური მუშაობის გაგრძელებას, მინიმუმ რამდენიმე კომისიის წევრი, რომელიც იქ იმყოფებოდა, მათ უნდა ქონოდათ შესაძლებლობა კითხვის დასმის, იმ შემთხვევაში თუ კი ასეთი კითხვა წარმოიშვებოდა. მე გამიჩნდა ეს შეკითხვები. მე მითხრეს, რომ ეს ფორმატი არ ითვალისწინებდა შეკითხვებს, არა და მე იქ მიმიწვიეს სამუშაო ფორმატში. მე იქ მიმიწვიეს სამუშაო რეჟიმში. ეს არ აღმოჩნდა სამუშაო რეჟიმში. ეს იყო პრეზენტაცია. და ბოდიშ ვიხდი რაღაცას დავასრულებ. რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ჩემსა და ბატონ აბაშიშვილს შორის შედგა გიორგის შორის კომუნიკაცია. მე გიორგის ვთხოვე, რომ ეთხოვა ბატონი პრეზიდენტისთვის, რომ ახლა მაინც განაცდური ვადის და მიუხედავად მოსულიყვნენ ეს სამი წევრი კომისიაში და პრეზიდენტისთვის მიეტანათ ყველა ის ინფორმაცია და იმ დეტალთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა დღევანდელ სამუშაო ჯგუფების მიერ შესრულებულ მუშაობას. რა არის ამაში მიუღებელი და რა არის ამაში არალეგიტიმური? მე მაინც ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ასეთი ტიპის შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა ალბათ კარგი იქნება, რომ მოგვეცეს ყველას, მათ შორის პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ის შეხვედრა არ იყო ამ ფორმატისა და არ ვიცი ხა თქვენ რატო იყავით ამ ტიპის შეხვედრის ფორმატით ინფორმირებული, მე არ გამჩენია ესეთი განცდა, რომ აქ ეს შესაძლებლობა მოგვეცემოდა, თუმცა თავისთავად ამ კითხვების დასმის უფლება, რა თქმა უნდა, გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ის ვინც ხელმძღვანელობს ამ პრეზიდენტის კამპანიას, კარგი იქნება თუ ერთი ესეთი რამოდენიმე ესეთი შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცემა ყველას, ვინც ამ საკითხით არ დაინტერესებული, მაგრამ ასევე ვერ დავეთანხმები ბატონი დიმიტრის იმ პოზიციას, რომ ეს არის კამპანია, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის პოლიტიკური წონის გაზრდას, არავითარ შემთხვევაში არ მაქვს ესეთი დამოკიდებულება ამ კამპანიის მიმართ. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკავშირებული სწორედ იმ მიზნების სრულყოფასთან, რასაც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ქვია და საზოგადოების ინფორმირება ქვია. რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიაში სამი წევრი პრეზიდენტის მხრიდან არ მონაწილეობს, ამაზე კი ბატონო მეც გეთანხმებით, რომ შეიძლება ამ თვალსაზრისით უკეთესი იყოს, რომ პრეზიდენტმა ამ ფორმატით მაინც მიიღოს მონაწილეობა. საქმეც ამაშია, ბატონო ამირან, აქედან და დავიწყოთ, მსჯელობა აქედან და გამოვიდეთ, როდესაც შენ ხარ გულშემატკივარი რომელიმე ინსტიტუციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგებზე, შენ ამავე დროს მიწვეული რა ხარ ამ ინსტიტუციაში და უარს აცხადებ და მუშაობის მიწურულში უცებ რაღაცები გახსენდება, იმიტომ რომ ახალი სცენარის პერსონაჟი ხდები, აი სწორედ აქ არის ილუსტრაცია და სწორედ ამ ილუსტრაციის ელემენტებზე მქონდა ახლა აქცენტი რამოდენიმე. მე მაინც ვფიქრობ, დიდოს შორის ტყვი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ორიენტირებულები უნდა ვიყოთ იმაზე, თუმცა ძალიან მეეჭვება, ორიენტირებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შევქონათ ერთხელ და სამუდამოდ ისეთი თანაცხოვრების პრინციპები, რომელიც კონსტიტუციაში იქნება ასახული, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი სტაბილურობა, უფრო მეტი განვითარება მივიღოთ. ალბათ უკეთესი იქნება, რომ არა ესეთი დისკუსიების ფონზე წარიმართოს, არამედ რეალურად ყველა მხარემ შეძლოს ერთხელ და სამუდამოდ დაჯდომა და რაც მთავარია საზოგადოებამდე საკუთარი პოზიციების ნათლად მიტანა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისიასაც აკლია ამ თვალსაზრისით დღეს გამჭვირვალობა და აქედან გამომდინარე უკეთესი იქნება, რომ ყველამ მაქსიმალურად ჩართულობით მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ბატონებო დიმიტრი ლოვსკიფანიძე, ამირან გიგუაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად და Facebook-ის გვერდი პალიტრენიუსის ძალიან აქტიურია. მინდა წაგიკითხოთ ერთი კომენტარი შეკითხვა, რომელიც სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შემოვიდა, ერთ-ერთი იმ შეკითხვებიდან, რომელიც შემოვიდა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ გინდათ პრეზიდენტად კაცი, რომელიც გამოსვლას დაიწყებს ბიძინასქებით და დაამთავრებს ბიძინასქებით, ესეთი იყო ღარიბაშვილი და აირჩიეთ. არ გონიათ, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად თავისუფალი უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებებში და ამის გამო არ გააკეთებინა. შეიძლება ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ბატონ დიმიტრი, ძალიან მოკლედ, ფაქტობრივად შემოგვეჭერით ეთერში. 10 წამში ჩავეტევი. მე საზოგადოებას მინდა ვამცნო, რომ გარკვეული წინააღმდეგობისა და ძალისხმევის შედეგად მიღწეულია საბოლოოდ შედეგი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება პირდაპირ საყოველთაო სახალხო არჩევნების წესით და გზით, მხოლოდ 2023 წლისთვის გეგმავს
კონსტიტუციური უმრავლესობით მყოფი ჩვენი ხელისუფლება პარლამენტში, რომ მიიღოს აი ეს მოდელი არაპირდაპირი არჩევისა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ შუალედში გვაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, აი იქ უნდა ვიყოჩაღოთ მთელმა საზოგადოებამ და მთელმა ამომრჩეველთა, არ თქვათ, ერთობლიობამ. ძალიან დიდი მადლობა. მივახცევთ დემოკრატიულ ნორმებს კონსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დიმიტრი ლოსკიფანიძე, ამირან გიგუაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად.